ბრაიან ტრეისის ყველაზე ცნობილი იდეები და პრინციპები. ბრაიან ტრეისი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოტივაციური სპიკერი და ავტორი პირადი განვითარების სფეროში, რომელმაც დაწერა 45-ზე მეტი წიგნი და შექმნა 300-ზე მეტი აუდიო და ვიდეო სასწავლო პროგრამა. მისი იდეები ფოკუსირებულია წარმატებაზე, მიზნების მიღწევაზე, პროდუქტიულობასა და პირად ეფექტურობაზე. 1. ძირითადი ფილოსოფია და პასუხისმგებლობა. ტრეისის მთავარი პრინციპი არის სრული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, ყველაფერზე, რასაც ხარ დღეს, რასაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ, და ყველაფერზე, რაც გახდები მომავალში. მთავარი გამონათქვამები. შენ იმ ადგილას ხარ და ის ხარ, რაც ხარ საკუთარი თავის გამო და არაფრის სხვა გამო. შენში ამ წამს არის ყველაფერი, რაც გჭირდება იმისთვის, რომ გაუმკლავდე ყველაფერს, რასაც სამყარო შეიძლება დაგისროლოს. შენ ვერ აკონტროლებ, რას მოხდება შენთან, მაგრამ შეგიძლია აკონტროლო შენი დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. 2. Eat that frog, ბაყაყის შეჭმის პრინციპი. ეს არის ტრეისის ყველაზე ცნობილი კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია მარკ ტვენის ციტატაზე. თუ შენი საქმეა ბაყაყის შეჭმა, საუკეთესოა გააკეთო ეს დილის პირველ რიგში. ძირითადი იდეები. შენი ბაყაყი არის შენი ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, რომლის გადადებაც ყველაზე მეტად შეიძლება მოგინდეს. ყოველდღე უნდა განსაზღვრო, რა არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, რომლის შესრულებაც გჭირდება წარმატებისთვის. მაღალი პროდუქტიულობის მიღწევის გასაღები არის ყოველდღიური ჩვევის ჩამოყალიბება, შენი მთავარი დავალების შესრულება დილის პირველ რიგში. 21 წესი პროკრასტინაციის დასაძლევად. მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება. ყოველდღიური დაგეგმვა წინასწარ. ყოველი წუთი, რომელიც დაგეგმას დახარჯავ, 10 წუთს ზოგავს შესრულებაში. 80-20 წესის გამოყენება. შედეგების გათვალისწინება. შემოქმედებითი პროკრასტინაცია. ABCDE მეთოდი. ძირითად შედეგებს სფეროებზე ფოკუსირება. 3. მიზნების დასახვა და მიღწევა. ტრეისი მოიხსენიებს 21 პრინციპს მიზნების დასახვისა და მიღწევისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს. მიზნების დასახვის 12 საფეხურიანი მეთოდი. 1. ძლიერი სურვილი. ყველა მიღწევის პირველი ნაბიჯია ჭეშმარიტი და ინტენსიური სურვილის ქონა. 2. წრმენა. მიზანი უნდა იყოს მინიმუმ 90%-ით მიღწევადი, რომ შენმა ცნობიერმა გონებამ მიიღოს და წარმატებით გადასცეს ქვეცნობიერს. მიზნების ჩაწერა, სარგებლის იდენტიფიცირება, გეგმის შედგენა, გეგმის ორგანიზება პრიორიტეტებისა და თანმიმდევრობით, დაუყავებნი მოქმედება. მთავარი პრინციპები. მხოლოდ 3% ზრდასრულის აქვს მტაფიო, ჩაწერილი მიზნები. ისინი მაგრებან 5-10 მეტს, ვიდრე თანაბარი განათლებისა და შესაძლებლობების მქონე თანაშემოვლენები, რომლებნაც არასოდეს დაუთმებიათ დრო, ზუსტად ჩაწერონ რას უნდათ. მიზანი, რომელიც არ არის ჩაწერილი, საერთოდ არ არის მიზანი. ეს უბრალოდ სურვილია. 4. დისციპლინა და დროის მენეჯმენტი. უნარი რომ დისციპლინირებული იყო და გადაზდო კმაყოფილება მოკლევადიან პერსპექტივაში, უფრო დიდი ჯილდოს მისაღებად გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმატების აუცილებელი პირობაა. დროის მენეჯმენტის კონცეფციები. დახარჯე დროის 80% მომავლის შესაძლებლობებზე ფოკუსირებით, ვიდრე გუშინდელ პრობლემებზე განხილვით. განსაზღვრე შენი მთავარი დანიშნულება ცხოვრებაში და შემდეგ მოაწყო ყველა შენი აქტივობა მის გარშემო. გააკეთე რაღაც, რომელიც შენ მთავარ მიზანზე მიგიყვანს ყოველდღე. 5. უნივერსალური კანონები წარმატებისა და მიღწევისთვის. ტრეისმა შეისწავლა 159 უნივერსალური კანონი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ყველა წარმატებაზე ცხოვრებაში. ძირითადი კანონები. მიზეს შედეგის კანონი. ვიცხოვრებთ მოწესრიგებულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ხდება მიზეზის გამო. მიზიდულობის კანონი. წარმატების გასაღები არის ფოკუსირება იმაზე, რაც გვაგვანც და არა იმაზე, რაც გვეშინია. კონცენტრაციის კანონი. შენი ყველაზე ღირებული აქტივი არის შენი გამომუშავებლობის უნარი. შენი ყველაზე დიდი რესურსი არის შენი დრო. 6. 21 წარმატების საიდუმლო ცველ გაკეთებული მილიონერების. ტრეისმა შეისწავლა 21 საიდუმლო, რომლებიც ყველა ცველ გაკეთებული მილიონერი იყენებს. ოცნებობ დიდად. განავითარეთ მკაფიო მიმართულების გრძნობა. იხილეთ თავი ცველ დასაქმებულად. გააკეთე ის, რაც გიყვარხარ. მიეძღვნი სრულყოფილებას. იმუშავეთ უფრო დიდხანს და მძიმედ. მიეძღვნით თავის სიცოცხლის განმავლობაში სწავლას. გადაიხადეთ პირველად საკუთარ თავს. შეისწავლეთ ბიზნესის ყველა დეტალი. მიეძღვნით თავის სხვების მომსახურებას. იყოთ აბსოლუტურად პატიოსანი, საკუთარ თავთან.
განსაზღვრეთ თქვენი უმაღლესი პრიორიტეტები და კონცენტრირდით. განავითარეთ რეპუტაცია სიცხარისა და სანდომებისთვის. იყოთ მზად აიოთ მწვერვალიდან მწვერვალზე. ივარგიშეთ სითო დისციპლინა ყველაფერში. გაახსნათ თქვენი თანდაყოლილი კრეატიულობა. იყოთ სწორი ადამიანების გარშემო. იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. იყოთ გადამწყვეტი და მოქმედებაზე ორიენტირებული. არასოდეს არ დაუშვათ წარმატების ვარიანტი. გაიარეთ დაჟინების ტესტი. მეშვიდე. ფსიქოლოგია მიღწევის. ტრეისის ფსიქოლოგია მიღწევის პროგრამა გთავაზობთ ყოველმომცველ სისტემას, პირად და პროფესიულ წარმატებასთვის. ძირითადი ელემენტები: მიზნების დასახვა, პოზიტიური აზროვნება, სითხვარწმენის განვითარება, ზეცნობიერი გონების გამოყენება სტრესის ძირითად მიზეზების აღმოსახმელად. შენი ცველ ხატი, როგორც ხედავ შენს თავს შიგნიდან, დიდწილად დასაზღვრავს შენს ქცევას გარეთ. მერვე. ყველაზე გავლენიანი გამონათქვამები. წარმატებასა და მიზნებზე დასახვის, ტრეისი ამბობს, რომ შენ საკუთარ მომავალში მეტი შეგიძლია ვიდრე შენს წარსულში. სწორი მიმართულების არჩევა ყოველთვის აირჩიე მომავალი, პარსულის ნაცვლად. წარმატება მოდის მაშინ, როცა ჭეშმარიტად გჯერა იმაზე, რასაც აკეთებ, იცოდე, რასაც აკეთებ და გიყვარხარ ის, რასაც აკეთებ. პროდუქტიულობისა და მოქმედების შესახებ ტრეისი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა ის არის, რაც მოგებულებს პარცხებებისგან განასხვავებს. წარმატებული ადამიანები ყოველთვის იძებენ შესაძლებლობებს დაეხმარონ სხვებს. წარუმატებელი ადამიანები ყოველთვის კითხულობენ, რა სარგებელი მაქვს მე ამაში. ხანდახან ხდება, რომ გაუშვათ რაღაცეები ჩვენს ცხოვრებაში, რომ ადგილი გაუკეთოთ უკეთეს რაღაცეებს. დამოკიდებულებისა და პოზიტიურობის შესახებ ტრეისი ამბობს, რომ განავითარეთ მადლიერების დამოკიდებულება და მადლობა გადაუხადეთ ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. იცოდე, რომ ყოველი ნაბიჯი წინ არის ნაბიჯი რაღაც უფრო დიდის და უკეთესის მისაღებად. მოძებნეთ კარგი ყველა ადამიანში და სიტუაციაში, თითქმის ყოველთვის იპოვით მას. პოზიტიური მოლოდინები არის უმაღლესი პიროვნების ნიშანი. გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ტრეისი ამბობს, რომ არასოდეს აამართლე, არ განმარტო, გაუძიეთ ცოდვას, რომ დაიცვათ თავი და გაამართლოთ თავი. იმას შესახებ თუ რას ფიქრობთ სტუმარზე და თუ როგორ ხედავთ ხოლმე მათ, განსაზღვრავს რამდენად უყვართ და პატივს სცემთ საკუთარ თავს. ბედისა და შანსის შესახებ აღმოაჩინე, რომ ბედი საკმაოდ პროგნოზირებადია. თუ მეტ ბედს გინდა, მეტი შანსი აიღე. იყო მეტად აქტიური, გამოჩდი მეტად ხშირად. დასკვნა. ბრაინ ტრეისის ფილოსოფია დაფუძნებულია იმაზე, რომ შენი რამდვილი პოტენციალი უსაზღროა და ყველაფერი, რაც აქამდე მიაღწიე, მხოლოდ მომზადება იყო იმ ოსაროცრადი რაღაცეებისთვის, რაც მომავალში შეგიძლია მიაღწიო. მისი მთავარი იდეა თავდადება მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლას. ყველაზე ღირებული აქტივი, რაც ოდესმე გექნება, არის შენი გონება და ის, რასაც მასში ჩადებ.